აგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის ბაზების კოორდინაციასთან ერთად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგისა და კომპანიების დაჯარიმების უფლება მიეცა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით დამსაქმებელთა დაჯარიმების გამო ბიუჯეტი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 2 მილიონი ლარით შეივსო. ცნობისთვის გასულ წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3.700.000 ლარზე მეტის აკუმულირება მოხდა. 2026 წელს გაზრდილ მაჩვენებელს გამკაცრებულ რეგულაციებს უკავშირებენ. რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებული მონაცემებით 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით 31.286-მა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით 153.200.000 ლარი გაიცა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების მზარდ გავლენაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება, კლიმატის რისკების შეფასების გაუმჯობესება და სხვადასხვა სექტორში გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვა. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და სულ უფრო მეტ ქვეყანას უბიძგებს განვითარების პოლიტიკა ახალ კლიმატურ რეალობას მოარგოს. საქართველო, როგორც ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ქვეყანა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვასა და ეკოსისტემების განვითარებას. კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს, რომელიც ანონსიც დაანონსებას და სამუშაო პროცესი ფაქტობრივად დღეს დაიწყო. კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არის შესაბამისად ამასთან მიმართებით უნდა დაიგეგმოს შესაბამისი გეგმები, როგორ იქნება შესაძლებელი ადაპტაცია არსებულ გამოწვევებთან მიმართებით. ეს იქნება საწინდარი იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაიზოგოს რესურსი, ხოლო მეორეს მხრივ განხორციელდეს ყველა ის საპრევენციო ღონისძიება, რომელიც როგორც სოფლად, ასევე ქალაქში მოსახლეობას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის უნარს შესძენს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმის პარალელურად, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში კლიმატის ცვლილებების კანონს დააინიცირებს. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ პირველი გამოფენა არის მურთაზ ჯაფარიძის გარეშე. ძალიან ძნელია ამის გათავისება და აღქმა. მაგრამ ჩვენი სკოლა ვაგრძელებთ ტრადიციას ისევ და დღეს მორიგი საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ბავშვთა ნამუშევრების შემოქმედებითი და სასწავლო ნამუშევრების გამოფენა. ამ გამოფენაში ყველა ასაკობრივი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას. ძირითადად ეს არის შემაჯამებელი და მათი შრომის შედეგის დანახება ხდება საზოგადოების და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და ჩვენი დიდი ზეიმი არის დღევანდელი დღე. ეს ნახატები არის შესრულებული ფანქარში, აკვარელში, გუაშში, ყველანაირი ტექნიკით, შერეული ტექნიკითაც, ზეთშიც ასევე. საინტერესო ნახატები აქვთ ბავშვებს, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს. თითეული მათგანი თავის განცდას, თავის განწყობილებას გამოხატავენ ფერის საშუალებით. სამხატვრო სკოლაში არის 230 მოსწავლე. აქედან არიან ნაწილი პატარები, მოსამზადებელი ჯგუფის და არიან დიდი ბავშვებიც, ასევე არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც წელს აბარებენ სამხატვრო აკადემიაში და სხვა სახელოვნებო სასწავლებლებში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის
ამ სივრცეში ჩემი საქმიანობის გაგრძელება, რადგან ამ სივრცეში მეც მის დროზე ვსწავლობდი და ძალიან დიდი სიამოვნება ისევ აქ საქმის გაგრძელება. დღეს სამწუხაროდ ცუდი რეალობა ის არის, რომ ბატონი მურთაზის გარეშე მოხდა. ამ რეალობას ვერ გავექცევით და აქვე დიდი წუხარება მინდა გამოვთქვა მისი ოჯახის მიმართ. მაგრამ ყველაფერი მაინც მისაშვება და ჩვენ შევეცდებით ჩვენს მაქსიმუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ წარჩინებული და ნამდვილად გამოჩენილი მოსწავლეები აღზარდოთ. წარმოდგენილი გვაქვს შავი ფანქრით ნამუშევრები, ფერებშიც ასევე სხვადასხვა სტილის, ნატურმორტები, გეომეტრიული ფიგურები და ასე შემდეგ. ხედავ ბევრ მოსწავლეში ნამდვილად ხედავ იმ პოტენციალს თავიდანვე მოსვლის დროიდანვე აქვს ბევრს მონაცემები, საიმისოთ რომ თუნდაც მოკლევადაშიც ბევრს შეუძლია რომ მეტი და მეტი ნაბიჯი წინ გადადგას. არის ეს წინსვლები და მე ძალიან მომწონს. 2 წელია რაც დავდივარ ხატვაზე, ძალიან მომწონს აქაურობა და ყოველ წელიწადს ვცდილობ რომ მივიღო მონაწილეობა. ჩემი ნახატებიც არის გამოკრული და ვცდილობ რომ უფრო უკეთესი იყოს და მოეწონოს ხალხს ჩემი ნახატები. ნოემბრიდან შემოვედი აქ და დავდივარ ხატვაზე. პირველ რიგში, როდესაც შემოვედი, მასწავლი და მედანიას გვასწავლი და ირმა მასწავლებელი და შემდეგ კი თეა მასწავლებელი. და მე მიყვარს ყველაზე მეტად ჩიტების ხატვა. ისევ ჩიტების ნახატი მაქვს გამოფენილი, იმიტომ ძალიან მიყვარს ზოგადად ჩიტები. ჯორჯიან მანგანეზი ტრადიციულად აგრძელებს გამწვანების აქციას. ამჯერად შევარჩიეთ რამოდენიმე ლოკაცია. პირველი ლოკაცია თავირჩიეთ ახალმოწამეთა ტაძრის ეზო, რომელიც აშენებულია პარლამენტის წევრის ქტიტორ ბეჟან წახაძის მიერ. ტაძრის ეზო გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხემცენარეებით. ამ ნაბიჯით ჯორჯიან მანგანეზმა მოგზალებული წვლილი შეიტანა ტაძრის ეზოს გალამაზებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. მონიტორინგის შედეგად დაკავებულია 42 უცხოელი არალეგალი, მათ შორის უზბეკეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, უგანდის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, რუსეთის, ტაილანდის, თურქეთისა და იემენის მოქალაქეები. სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.